მორგი ტერაქტი საფრანგეთში პარიზისა და ბრიუსელის შემდეგ თავდასხმა ქალაქ ნიცაზე განხორციელდა, რომელიც ქალაქის ისტორიაში ყველაზე სისხლიანია. დაღუპულია 84 ადამიანი, 18 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. საფრანგეთში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. კეთი ჩოხელი ჩაგვერთვება დეტალებით, კეთი მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობისა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გერმანული გამოცემა ბილდი გერმანიის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერდა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ევროპის სამხრეთ ნაწილში მდებარე კურორტებზე თავდასხმებს გეგმავდა. გამოცემა მაშინ წერდა, რომ ტერორისტების სამიზნე შესაძლოა იტალია, ესპანეთი და საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი გამხდარიყო. საფრანგეთში ამ დრომდე მოქმედებს ნოემბრის ტერაქტის შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა. ჯერ კიდევ გუშინ ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას გაახანგრძლივებდა. თუმცა ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო მან გადაწყვეტილება შეცვალა. ტერაქტის შესახებ დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე დღეს აცე გათენდა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტ ნიცაში საზარელი თავდასხმის შემდეგ დაღუპულებს გლოვობენ. ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ნიცას სანაპიროზე სისხლიანი თავდასხმით დასრულდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი სანაპიროზე მყოფ ხალხში შევარდა და 2 კილომეტრი გაიარა. დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. საავადმყოფოში მყოფ ათობით დაშავებულთაგან 18 სიცოცხლისთვის იბრძვის. მე მხოლოდ მიწაზე დაცემულ ხალხს ვხედავდი. ვცდილობდი მათთვის არ შემეხედა. ძალიან მტკივნეული იყო. ხალხი ტიროდა, ყველგან სისხლი იყო. მსხვერპლთა რაოდენობა დიდია, 80-ზე მეტი დაღუპული, 18 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ თანადგომა უნდა აღმოუჩინოთ მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს, ასევე ნიცას მცხოვრებლებს, რომლებიც მომხდარის გამო ტრავმირებულები არიან. სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა. ფრანგული მედიის ინფორმაციით ის წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრები მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. პოლიციის მხედველობის არეში ის წარსულში წვრილმანი დანაშაულის გამო მოხვედრილა, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ ყოფილა. ის უცნაურად იქცეოდა სადარბაზოში, მის უკან თუ შევდიოდით, კარს გვიჯახუნებდა. ის ყოველთვის მარტო იყო, ის წინ და უკან დადიოდა, ამიტომ მას ხშირად ვხედავდი. სიმპათიური მამაკაცი იყო, თუმცა უცნაურად საშიში გამომეტყველება ჰქონდა. მე არ გულისხმობ მის გარეგნობას. ის ხშირად დაჟინებით უყურებდა ბავშვებს. ტერაქტის შემდეგ ნიცაში საფრანგეთის პრეზიდენტი, პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ. ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. გადავწყვიტე, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადა 26 ივლისს იწურება, კიდევ 3 თვით გავახანგრძლივო. კანონპროექტს პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენენ. ჩვენ ვერავინ გადაგვაფიქრებინებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს აქტივობას სირიასა და ერაყში. ჩვენ გავაგრძელებთ დარტყმების განხორციელებას მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს მიწას თავს ესხმის. ამჟამად პოლიცია იძიებს ყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველი. უსაფრთხოების მიზნით ნიცაში ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმდა. პლაჟები კი დაიკეტა. ნიცაში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ერთ-ერთმა პირველმა განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საფრანგეთს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. საფრანგეთს მიუსამძიმრა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენ სტოლტენბერგის თქმით, ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს. ნიცაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მონღოლეთში მიმდინარე ევროპა-აზიის სამიტის მონაწილეებმა. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გვიყურებს და ელის, რომ ჩვენ ვიპოვით სწრაფ და ეფექტიან გზას იმისთვის, რომ გაკეთდეს ყველაფერი ამ ტერორისტული კატასტროფის დასასრულებლად და მსოფლიოს გასაერთიანებლად. რომ შევძლოთ ბრძოლა სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მათი ნიჰილისტური მიდგომის წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო საფრანგეთის გვერდით დგას ისევე, როგორც ეს წარსულში მომხდარა, თუ კი ეს ტერორისტული თავდასხმა იყო, ჩვენ ამ სასტიკ მკვლელების დასამარცხებლად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საფრანგეთთან და პარტნიორებთან, ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს სევდიანი დღეა საფრანგეთისთვის, ევროპისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის.
ტრაგიკული პარადოქსია, რომ თავდასხმის სამიზნეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც თავისუფლებას, თანასწორობასა და მეგობრობას ზეიმობდნენ. ჩვენ თანადგომას უცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და მთავრობას ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ თუ რა გვაკავშირებს ჩვენ ფრანგ მეგობრებთან ამ ტკივნეულ საათებში. ეს საშინელი თავდასხმა ეროვნულ დღესასწაულზე მოხდა. ეს არის საამაყო დღე, თუმცა ახლა ის გლოვის დღედ იქცა. გერმანია სხვა ქვეყნებთან ერთად საფრანგეთის გვერდით დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ძვირფასო ფრანსუა, რუსეთმა იცის რა არის ტერორი და საფრთხეები, რომლებსაც ეს ყველა ჩვენთაგანისათვის წარმოადგენს. ჩვენს ხალხს არაერთხელ გადაუტანია მსგავსი ტრაგედიები და ღრმად წუხს მომხდარის გამო. უთანაგზნობს ფრანგ ხალხს და სოლიდარობას უცხადებს მას. ნიცაში მომხდარი დანაშაული, რომლის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკით და განსაკუთრებული ცინიზმით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით ტერორიზმის დამარცხება შესაძლებელია. ვიზიარებთ ფრანგი ხალხის გლოვას, ჩვენ ვითანამშრომლებთ საფრანგეთის მთავრობასთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მზად ვართ ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოთ. არავინ იცის ვის, სად და როდის დაარტყამს ტერორიზმი. საფრანგეთის ხელისუფლების ყურადღება და თურქეთში დიპლომატიურ მისიებში გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები არ არის საკმარისი. სამწუხაროდ ტერორიზმმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სახე საფრანგეთის შუაგულში. ნიცაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ამოცნობა ამ დრომდე გრძელდება. ფრანსუა ოლანდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაღუპულია ბევრი უცხოელი. წინასწარი მონაცემებით გარდაცვლილებს შორის არიან საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინის მოქალაქეები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მადლობა, ქეთი ჩოხელი გვერდებოდა.